მე მინდოდა მეჩვენებინა თუ რატომ არის თუშეთში მეცხვარეობა კულტურის ელემენტი, კულტურის სფერო და არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დარგი, რომელსაც მოგეხსენებათ კარგი კვებითი ღირებულება აქვს. ვისაც გემოვნება აქვს, თუშური ყველი ყველას უყვარს და ვისაც არ უყვარს, ეგ ჩვენი ბრალი არ არის, ხო მართალი? ხო და აი ეს დარგი მეცხვარეობისა, როდესაც ჩავიხედე წყაროებში და უფრო შორს გავიხედე, ვიდრე ემპირიკოსმა, გამკვირვებელმა შეიძლება დაინახოს სხვაში თუნდაც ერთი წლის მეცხვარეობის ფარგლებში, აღმოჩნდა, რომ არის არა საუკუნეებისა და 100 წლეულებისა და 1000 წლეულების, არამედ 10,000 წლეულების მიღმიერი დარგი. ეხლა ამის თქმის საშუალებას რა იძლევა? თვითონ მეცხვარეობა, როგორც მეურნეობის დარგი, აღმოჩენილი არის არქეოლოგიურ მასალაშიც. და თუშეთში არქეოლოგია ამჟამად საწყის ეტაპზეა, მაგრამ რაც აღმოჩენილია, აი იქაც ჩანს, რომ თუშეთში ბინადარი მოსახლეობა, ესე იგი ეს არქეოლოგიური მასალები რაც აღმოჩნდა, არის ორი სახისა. ერთი ძველი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნისა, მეორე ძველთაღრიცხვის მე-7 საუკუნისა, მაგრამ ტიპოლოგიურად აი ეს მასალები დათარიღებული ამ წლებით კავშირებს აბამს წინა აზიის, შუა მდინარეთის მე-6,000 წლეულის მასალებთან. და აი გარდა ამისა, რომ როგორც ჩანს, თუშეთი შემოდიოდა როგორც მთლიანად ამიერკავკასია იმ წინა აზიისა და საერთოდ აზიის კულტურულ არეალში, აი თუშეთი მაშინვე იყო დამოუკიდებელი, ასე ვთქვათ, რეგიონი, სადაც აი ეს მეცხვარეობა იყო როგორც დარგი. ახლა ამას მითოლოგიაც გვიდასტურებს. მოგეხსენებათ, დევები ძალიან ცუდი ხალხი იყო და ამ დევებს ებრძოდნენ კოპალა და იახსარი. ფშავ-ხევსურეთში, თუშეთში დევები არ არიან, არ შეგეჭიდეთ. თუშეთმა დევების ის არ იცის, ასე ვთქვათ, ფოლკლორი. მაგრამ კოპალა და იახსარი თუშეთში დღეს ორი ღვთისმშვილთაგანია, რომლებიც ებრძოდნენ აი ამ იმ დევებს. ხო და ამ კოპალამ და იახსარმა ფშავ-ხევსურეთში რომ მოუთავეს იმ დევებს ხელი, სხვათა შორის ის დევები მარტო ზღაპრული არსებები არ არიან. დეული კულტურა არის რაღაცა კულტურა, რომელიც წინ უსწრებდა ფშავ-ხევსურეთში დღევანდელი ფშავლებისა და ხევსურების წინაპრების მიერ შემოტანილ ქართულ კულტურას. ამის ეჭვი არ არის, იმიტომ რომ აი საამშენებლო კულტურაში ჩანს სრულიად სხვა ფენა, ეგრეთ წოდებული მეგალითური კულტურისა, მშენებლობის მეგალითური კულტურისა, რომელიც გარდასულია და ივარაუდება, რომ აი იმ დევების კულტურა არის ეს მშენებლობისა. და როგორც ჩანს, აი ეს ორი კულტურა ებრძოდა ერთმანეთს და გაიმარჯვა იმ კულტურამ, რომლის სალოცავებიც იყვნენ გახდნენ მერე კოპალა და იახსარი. ხო და იქ რომ დევებს ის მოუთავეს, კოპალასა და იახსრის საყმო გახდა ფშავ-ხევსურეთი. ხო და ეს ამ კოპალამ და იახსარმა ისიც იციან, რომ ამ ფშავლებისა და ხევსურების მათი საყმოს მონათესავე ხალხი ცხოვრობს აი თებს გადაღმა და განიზრახებს, რომ ეს ხალხიც მოაქციონ თავის საყმოში. გადავიდნენ იქა, მაგრამ არ ულაშქრიათ, იმიტომ რომ იქ წინააღმდეგობა არ დახვდა. იმოგზაურეს, გადავიდა კოპალა ხიდოტანის მთიდან, ვისაც ფშავ-ხევსურეთიდან თუშეთში გიმოგზაურიათ, ატუნთის მთიდან გადასასვლელი გადის ხიდოტანის ქედზე.
მერე გადავა აწუნთაში და ეს კოპალა ამბობს, რომ სახევსურეთოდ სადიდოეთოდ წამოვედ თა გადმოვლა ხეკალდიანი ხიდოტან ამოვიარე ყირნიან მალახრიანი. ესე იგი, ერთ ხანობას საქართველოს ისტორიაში თუშეთი და დიდოეთი ერთ რეგიონად მოიხსენიება და როგორც ჩანს, ამან დიდოეთს ამდის უნდა იმოგზაუროს და ამ კოპალას ლექსში, გრძელი ლექსი, ახლა იმაზე თავს არ შეგაწყებთ, ჩანს, რომ მიდის დიდოეთის საზღვრამდის, ჭერო მიმიცავ ყმათა და მიყვარდის ურვაშიანი. ესე იგი, კოპალამ, რომ გადაიარა ეს თუშეთი, ამ ფშავ-ხევსურეთის მონათესავე, ასე ვთქვათ, კუთხე ხალხი აი ამათი გავრცელების არიანის საზღვარი დადო ჭეროსთან და დღესაც ჭერო არის, ეხლა იქ ხალხი თუშები აღარ ცხოვრობენ, მაგრამ თუშეთის ტერიტორიაა და ჭერო და ქიონი. ლეკებს ეკავათ აქამდე, ეხლა აღარც ლეკები არიან ამ არეულობის გამო და საზღვარი გადის ზუსტად იმ ჭეროს უკან. ჭეროს უკანა ქედზე, ხუშეთის მთა ჰქვია ამას, ხუშეთის ქედი. აი იქიდან შემოbrunებული კოპალა გაივლის მერე ჭანჭახოვანსაც, გომეწარსაც და თან იახსარიც მიეშველება იქვე, არიან კიდევ სამი ქალღთაება, ინანა, აშექალი და ხოშექალი. აი ამ ქალებსაც გამოაყოლებს ხელს. არ გეგონოთ კოპალა ისე მუქსად მოგზაურობდა იქა. ხო და აი ეს აშექალი, ხოშექალი, კოპალა, იახსარი და გიორგი ნაღვარმშვენიერი, ხახმატის ჯვარს რომ ეძახიან თუშეთი, ესენი მივლენ გომეწრის ბოლოს, ჯავახე ჰქვია იმას ადგილს. იმ ჯავახესა და აი აქ დადოს უკვე საზღვარი თუშეთისაც და მერე აწუნთის ქედიდან გადასულები ბრუნდებიან ბორბალოთი და ჩადიან ისევ თავის საბრძანებელში. კოპალა მიაშურებს თავის კოპალის იმის მთას, კარატის მთას, ლოკის ხეობაში, იქ დაიდებს ბინას, იქ არის მისი ძირითადი საბრძანებელი. გიორგი ნაღვარმშვენიერი საბრძანებელი მოეხსენებათ სოფელ ხახმატში, ხევსურეთში და თუშეთში კი ამათ ყველგან სადაც გაიარეს დაარსეს თავისი ნიშები და სანამ მე დავიბადებოდი 1-2-3 წლით დამაგვიანდა მანამდის ამ ხახმატის ჯვრისა და კარატის ჯვრის ჯვარიონი ხევსურებისა ყოველ ზაფხულს გადმოდიოდა შემოივლიდნენ ამ თავის ნიშებს, ყველგან თუშები ხვდებოდნენ ქვაბსაკლავით, საწირით, დაამწყალობლებდნენ ამ თავისი ჯვრებით ეს ხევისბერები თუშებსა და ბრუნდებოდნენ აი იმ გზით, რა გზითაც კოპალა და იახსარი დაბრუნდნენ ფშავ-ხევსურეთში. აი ახლა ამ წიგნში ეს ამაზედაც არის ლაპარაკი და ლაპარაკია იმაზეც, რომ მეცხვარეობა, რომლებიც მე მასპინძლობდი 1 წლის განმავლობაში, თუშეთში არის არა ახალი, არამედ ძალიან ძველი და ძველზე კიდევ უფრო ძველი დარგი. დანარჩენი ახლა გაინტერესებთ ალბათ ყველი რატო კეთდება, როგორ კეთდება, ამაზე ყველაფერზე იქ ნახავთ, ვისაც რძე გექნებათ შეგიძლიათ სადოთ იმ რეცეპტით, იმიტომ რომ ეს რეცეპტი მართლა ზუსტად არის აღწერილი, იმიტომ რომ იქ ვარ ნამყოფი, სადაც ყველს აკეთებდა თუშის არკალი და როგორ აკეთებდა. ესეც. და კიდევ ზოგი რამ, რაც კიდევ გვეუბნება, რომ მეცხვარეობა თუშეთში კულტურის დარგია. იმიტომ რომ ხანგრძლივი ისტორია აქვს გამოვლილი და დახვეწილია იმ ზომამდის, რომ ერთი პატარა ნიუანსით, სადაც პაატა ყავს სადღაც აქ, ამბობს, რომ თუში აუცილებლად ხბოსა და ბატკნის დრიტათი აკეთებს ყველს. იმ დრიტაში არ ურევია ნაკამალიც კი ხორცისა, რომელიც თქვათ ურევია სხვა რეგიონის სადედებლებში. ზოგი ღორის შილდანით აკეთებს, ზოგი რაღაც სხვა რამეებით და პეპსინზე ხო ლაპარაკიც არ შეიძლება და ამიტომ თუშური ყველი არ ფუჭდება. აი ბაზარში რომ ვინმე მითხრათ, რომ თუშური ყველი
და განსაკუთრებით თუ ასეთი იმით ლაპარაკობს აქცენტით თუ შურიყელი ცალი რა ერბო აბიჯო ერბო არ დაუჯეროთ ის თუ შურიყელი არ არის ხოდა აი ეს თუ შურიყელი რატო კეთდება ვთქვათ რატო იწველება შუადღისას სხვარი და არა ვთქვათ დილით იმიტომ რომ და მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკო აი ამ ციგნებს აიკითხავს ყველა დაინახავს ამებს რამდენი იტრამახია რა ხოდა ახლა ნანა სად აკყავს